ნამდვილად არ არის. ღიმილით ხდებით. ზუსტად შეიძლება განსაზღვროს ოლიგარქის ასე ვთქვათ სპექტაკლში ვინ რა როლს ითამაშებს, მე მათ სიმართლე გითხრათ დიდ მნიშვნელობას საერთოდ არ ვანიჭებ, თუმცა ამ ფონზეც კი უხანაშვილის გადადგომა მაინც გარკვეული კრიზისის მაჩვენებელი არის ალბათ გუნდში, იმიტომ რომ ის იმ ერთეულ განსაკუთრებულ ოდიოზურ პირთა შორის იყო, რომელიც გამოირჩეოდა ბოლო პერიოდის საქართველოს პოლიტიკაში. ცხადია, რომ ეს არ არის დაწინაურება, იმიტომ რომ სუსიდან ვთქვათ შემდეგ თანაშემწედ გადაყვანა ბუნებრივია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი პრემიერის. მრჩევლად გადაყვანა, ეს არის ფორმალურად მისთვის აქის შენარჩუნება, მაგრამ რეალურად ბუნებრივია ნიშნავს, რომ არის უკიდურესი დაქვეითება თანამდებობრივად. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გადაითარგმნება საქართველოსთვის უკეთეს მომავალში, ყოველ შემთხვევაში არჩევნების წინ ამ ხელთანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენება. მე ვფიქრობ, რომ არც თუ ისე მყარ სიტუაციაზე მიუთითებს, დაველოდოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან დიდ იმედებს ამ ყველაფერზე არ ვამყარებ. თავარია ქართველი ხალხი რაც გადაწყვეტს, როგორ წარმოუდგენია მას თავისი მომავალი. და მოდით ვისაუბროთ ახლა იმ ვითარებაზე, სხვათა შორის ახსენა თვითონ კობახიძემ, რომ გვჭირდება ადამიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად, რომელსაც ანალიტიკური შესაძლებლობები აქვს ინფორმაციის დამუშავებისო და ამას ამბობს პრემიერი, რომელმაც პრაქტიკულად 28 ნოემბრის შემდეგ კიდევ ახსენებს ევროპას აი ამ კონტექსტში, დაახლოების კონტექსტში, რაც არის ცხადია, უცნაური, მაგრამ აი ორმაგი ზეწოლა არის ევროპიდან ერთგვარი წითელი ხაზები აინთო საქართველოს ერთდროულად ორ ფრონტზე ექცევა წნეხის ქვეშ თუ გავითვალისწინებთ რომ ვახსენე კიდევაც ევროკავშირი პირდაპირ ამბობს და ვადასაც უწესებს ჩვენს ქვეყანას რომ თუ არ შესრულდება 8 პუნქტიანი პირობების შესაძლოა უვიზო მიმოსვლა გაუქმდეს და პარალელურად ევროსაბჭო პირდაპირ აფრთხილებს საქართველოს რომ თუ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება შეიძლება ქვეყანა გაარიცხონ ორგანიზაციიდან. მოკლედ ამ პირობებში ოხანაშვილის დინარაძის ჩანაცვლება არ იყო, სხვა რაღაცებს ელოდებიან საქართველოსთან. თქვენ რა ლოგიკური გაგრძელება იქნება, როგორ ფიქრობთ თქვენთვის აი ამ პროცესს, იმიტომ რომ აი მე შეგახსენებთ რომ სხვათა შორის აქციაც იმართება ამასთან დაკავშირებით 30 აგვისტოს და ისევ ადამიანები ითხოვენ, რა თქმა უნდა, ამ პუნქტების შესრულებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და გისმენთ. ცხადია, რომ სიტუაცია არის დრამატული და არაფერი არც ერთი ნაბიჯი არ მიუთითებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ქართული ოცნება რაიმე ფორმით აპირებდა ან 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც უკავშირდება სავიზო რეჟიმს ან იმ პირობებს, რომელიც საქართველოს უნდა აკმაყოფილებდეს ევროსაბჭოში წევრობისთვის. ანუ ეს ისე ვთქვათ, ნელ-ნელა დინამიურად და თან დინამიურად მიმდინარეობს პროცესი იქითკენ, რომ ეს გაუცხოვება ევროპული ინსტიტუტებიდან იყოს უფრო აშკარა, იმიტომ რომ არც ერთი ნიშანი არ იყო ამ ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ გვეფიქრა, რომ საქართველო უბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. უბრალოდ არც ერთი პირიქით ჩვენ ხედავდით წინა კვირაშიც კი, რომ ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც ვთქვათ, გვარი მე მგონი კუპრაშვილია თუ არ ვცდები ეს ადამიანი ხელმძღვანელობს, მეორე რაუნდი დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კითხვით, თუ რატომ არ რეგისტრირდებიან ისინი ფარას მიხედვით, რომელიც პირიქით ამ ასე ვთქვათ მიუთითებს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ზოგადად თავისუფალი აზრის სრული ვთქვათ წინააღმდეგობაში არიან ამ ყველაფერთან. რაც არაფერს სხვას არ ტოვებს გარდა იმისა,
რომ აგვისტოს ბოლოს მიიღოს ევროპულმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე და ეს ასევე არ ტოვებს არანაირ პერსპექტივას იმისას, რომ ევროსაბჭოს წევრობა უახლოეს მომავალში არ იქნება შეჩერებული. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი მეც და სხვა ადამიანებიც, რომ საქართველოს უფრო და უფრო უახლოვდებოდა იმ ხაზს, როდესაც ევროსაბჭოში წევრობაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, იმიტომ რომ ევროსაბჭოს წევრობა ნიშნავს ღირებულებათა ერთობას, ნიშნავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემას და მე ვერ წარმომიდგენია მოდელი, როდესაც მოქმედი რეჟიმი იცავს და აღასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ კურსს, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ აქვს აღებული. ამიტომ ჩვენ როგორც ერმა და ქვეყანამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ მივდივართ სრული იზოლაციის გზაზე, რომელიც ამავდროულად ნიშნავს რუსეთთან მეტ ინტეგრაციას. ეს არის თავი და ბოლო ამ პროცესის. კი ბატონო, და ამ ბოლო პერიოდში საქართველოში მღელვარება გამოიწვია გორის საკრებულოს თავმჯდომარის ციტატამ, რომელიც New York Times მისცა მან. ის ახლა კი გთხოვს, რომ მას დავუჯეროთ და არა მაინც და მაინც New York Times, მაგრამ როგორც ჩანს, ეს განცხადება გაკეთდა უპასუხა რედაქციამ ბრალდებას, რომ თითქოს ეს იყო ფალსიფიცირებული. რას ნიშნავს ეს განცხადება? რამდენად აღიქვამთ თქვენ მის მოსაზრებას ერთიანი სისტემური მოსაზრების მხოლოდ ერთ ნაწილს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აი რა ვიცი, აი ბოდიშის კამპანიით დაიწყო და მადლობით ყველაფერი მოისმინა რუსეთმა, ბოდიშიც მოისმინა, ახლა მადლობასაც ისმენს და თუ არის ეს რაღაცა ერთიანი ნაწილი ქართული ოცნების პოლიტიკისა. შემადგენელი ნაწილი ამ პოლიტიკისა. აბსოლუტურად ქართული ოცნება არაფერში ისეთი თანმიმდევრული არ ყოფილა, როგორც 2008 წლის ომში. მან დაიწყო ჯერ კიდე ხელისუფლებაში მოსვლამდე, როგორც მახსოვს, საპროგრამო დებულებებშიც კი იყო, რომ 2008 წლის ომი იყო საქართველოს მიერ დაწყებული, ანუ არ შეჩერებულა უბრალოდ ამ 12-13 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ნარატივი ომთან დაკავშირებით. ის გაგრძელდა უამრავი ქმედებით, რომელიც ბოლო 12-13 წლის განმავლობაში განხორციელდა და ჩვენ გვახსოვს უამრავი შემთხვევა, როცა იყო ძალიან სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ ინფორმაცია ქართული სამხედროების შესახებ, პირადი ინფორმაცია იყო გადაცემული რუსებისთვის, ქართულ ბაზებზე შეუშვეს, ასევე უამრავი, ესე ვთქვათ, სპეცოპერაციაში მონაწილე უამრავი სამხედრო დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში. ანუ ეს ნარატივი კონკრეტულ ქმედებებთან ერთად იყო მუდმივად თანდევი ქართული ოცნების ხელისუფლების. ამიტომ მე არ აღვიქვამ ამ ბოლო განცხადებას როგორც რაღაცა მოლოდნელს ან ახალს. ერთადერთი სიახლე მართლაც მდგომარეობს იმაში, რომ არასოდეს მანამდე არავის არ უთქვამს, რომ ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ მოსახლეობის ძარცვაში. ეს ნამდვილად რაღაცა სიახლე არის. რაც ვერ გეტყვით რითი არის განპირობებული, შეიძლება იმითი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს საქართველოში, ან უბრალოდ ქართული სახელები და გვარები აქვთ, ეხლა უბრალოდ ჭირდებათ, რომ რუსული ჯარები, რომლებიც ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც აბრალებდნენ ქართულ მოსახლეობას, იმათ, ასე ვთქვათ, მოუწმინდონ პირი და გამოიყვანონ ისინი როგორც ხუმანურები. არასოდეს არავის არ უთქვამს, რომ რუსული მშვიდობის მყოფელები იყვნენ მშვიდობის მყოფელები. ესეთი რამ ფენომენი მსოფლიოში არ არსებობს. არც ერთ ქვეყანაში რუსული ჯარი მშვიდობის მყოფელი არასდროს არ ყოფილა, მათ შორის არც საქართველოში. და ეს განცხადება, რომელიც გავრცელა სამწუხაროდ იმ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ომის წინა ხაზზე იყო, არის ადამიანურად უზნეო უბრალოდ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ზოგადად არ შეიძლება იყოს არც ერთ თანამდებობაზე და მით უმეტეს იმ ქალაქის თანამდებობაზე, რომელიც იყო ომის წინა ხაზზე. მათ შორის ამ ადამიანმა ალბათ არც იცის ფაქტები, რომ 10 აგვისტოსთვის 2008 წელს ქართულმა ჯარმა უკვე დატოვა გორის ტერიტორიაც მათ შორის და ის ძარცვა, რასაც ის ახსენებს, განახორციელეს რუსებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა. ცხადია.